პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და ძალიან ბევრი თვალსაზრისით. ჩვენ მივშლით ამ პროექტის განხორციელების სხვადასხვა გზებზე და შევთანხმდით ყველაზე ოპტიმალურ გზაზე. ეს არის ღია არქიტექტურული კონკურსის გამოცხადება, რომელიც უახლოეს დღეებში გამოცხადდება. შეირჩევა 3 ყველაზე საუკეთესო პროექტი სპეციალური საბჭოს მხრიდან და ამ 3 პროექტიდან თვითონ საკუთრივ ინვესტორი ერთ-ერთს აირჩევს, რომელიც მისთვის ყველაზე უფრო მისაღები იქნება. ეს არის ყველაზე საუკეთესო გზა იმისათვის, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინა ხელისუფლების პირობებში მომზადებული 6 სხვადასხვა პროექტი, რომელიც იქნა სხვადასხვა დროს მომზადებული და შემდგომ დაწუნებული და რაშიც დიდი ხარჯი გაწია ინვესტორმა, ჩვენთვის, ასე ვთქვათ, პრინციპულად მიუღებელია ესეთი მიდგომები და ამიტომაც თანამედროვე და ცივილურ ფორმაზე შევთანხმდით, რასაც ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს, ამიტომაც ინვესტორს ექნება შემდგომ უკვე საშუალება ამ გზით გააგრძელოს პროექტი, რაც ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანია და ინვესტორისთვისაც. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო გეგმავს ახალი რეგულაციების შემოღებას სასტუმროებისთვის და რესტორნებისთვის. მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ასეთი ტიპის ინიციატივები შეიძლება იყოს წამოსული ასოციაციებიდან და სხვადასხვა კერძო წყაროებიდან. სახელმწიფოს არანაირად არ აქვს მიზანი, რომ ახალი რაიმე ტიპის შემზღუდველი რეგულაციები დააწესოს სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის თუ სხვა ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის.